მოგესალმებით, პატივცემულო რადიო მსმენელებო, მივესალმები ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია და ვიწყებთ ჩემს საავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მაანა ნიკოლაიშვილი ვიმუშავებ თქვენთვის. ორ ნაწილად იქნება ჩვენი გადაცემა. ორი გადაცემა იქნება. ერთი პირველი 50 წუთი მე ვიქნები მარტო და გავაკეთებ იმ ანალიზს, რომელიც შეეხება აი ამ გამოცემულ დოკუმენტებს. ხუთშაბათის შემდეგ გამოიცა 2-3 დღის წინ გამოიცა საქართველოს მთავრობის დადგენილება 2026 წლის 12 თებერვალი. ეს არის 2026-27 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების კურიკულუმების მიხედვით ერთიანი ეროვნული გამოცდებით, აგრეთვე სამაგისტრო გამოცდებით და ერთიანი ეროვნული გამოცდების, სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ. ანუ დამტკიცდა ის კვადაღებული კვოტები, ასევე დამტკიცდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში პროგრამები. ძირითადად ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, მე რა ვიცი, მთელი ღამე გავათენე, ეს არის უზარმაზარი დოკუმენტი, რომელიც ანალიზი უნდა მოხდეს თითოეული ციფრის, თითოეული პროგრამის შედარება წინა წლებთან, ნაწილის გავაკეთე და ნაწილს შემდეგში მოგახსენებთ. ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში, როცა უნდა ყოფილიყო ბატონ გურამ ნიკოლაიშვილის გადაცემა, ჩვენ დავიკავებთ დროს და იქ მობრძანდებიან სტუმრები. სტუმრები გვეყოლება სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. დავიწყოთ ჩვენ ეთერში ჩემ საავტორო გადაცემაში თემა გრძელდება ის გადაცემათა ციკლი უმაღლესი განათლების რეფორმის ანალიზი. მე დებატების შემდეგ არ ვყოფილვარ ჩემს ამ საავტორო გადაცემაში. და მე მინდა დავიწყო პასუხების გაცემა იქ რა საკითხებიც დასვა დებატების დროს პრემიერ-მინისტრმა. მაგრამ მანამდე მე რამდენიმე სტატისტიკური ცნობა და საერთოდ ანალიზიდან ასე ვთქვათ, რა ანალიზი მივიღეთ ნახევარზე მეტი ბაკალავრიატის გაკეთებული მაქვს, ასე ვთქვათ, განვიხილე. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, მაგალითად, ისეთი მოთხოვნადი პროფესიები, როგორებიცაა ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, ფსიქოლოგია და სამართალი. აი ამაზე არის, ამაზე წამოიწყეს ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, პრინციპი თუ არგუმენტი მათთვის არის ის, რომ ახალგაზრდები რჩებიან, აბარებენ ერთი და იგივე რამდენიმე აი ეს ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, სამართალი. განსაკუთრებით სამართალი და ბიზნეს ადმინისტრირება. და შემდეგ ამთავრებენ ბაზარზე არ არის მოთხოვნილება და შემდეგ არიან იმედგაცრუებულები და თითქოს მაგიტომ მიდიან ქვეყნიდან. მაგიტომ არ მიდიან ქვეყნიდან. ქვეყნიდან მიდიან იმიტომ, რომ თქვენი ხელისუფლება და ვერც წინა ხელისუფლებები ვერ დაიკვეხნიან. 14 წელია ხართ ხელისუფლებაში და მართლა შრომის ბაზარზე ვერ შექმნით და ვერ დადევით სამუშაო ადგილები და ეს არის უპერსპექტივო ქვეყანა და განსაკუთრებით უპერსპექტივო თქვენი ხელისუფლების მიერ გატარებული, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო და უფრო უპერსპექტივო ხდება. ამიტომ მიდიან ახალგაზრდები აქედან. ბიზნეს ადმინისტრირება დავიწყოთ. ესე იგი ბიზნეს ადმინისტრირება იყო 1907. ყველა რომ შევაერთოთ, განსაკუთრებით თბილისის ის შევკრებია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიაონი. ხოლო 2027 წელს 1800 ადგილია. ესე იგი მე მგონი ძალიან დიდი სხვაობა არ არის ხომ დამეთანხმებით. ეს არის 107 ადგილით შემცირდა.
შემდეგ სამართალი 2025 წელს იყო 1500, ხოლო წელს არის 1130 2026 წელს 370 ადგილით შემცირდა. შემდეგ ფსიქოლოგია 715 ადგილი იყო გამოყოფილი 2025 წელს, 150 ადგილი დარჩა 2026 წელს. 565 ერთეულით შემცირდა. შემდეგ ეკონომიკა 585 ადგილი იყო 2025 წელს გამოყოფილი, ხოლო 2026 წელს დარჩა 350 ადგილი, 235 ადგილით შემცირდა. კვლავ ვიმეორებ, ეს არის 3 უნივერსიტეტის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აი ამ უნივერსიტეტის ის არის, მაგრამ ფსიქოლოგია მაგალითად იმას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არ ქონდა. ეხლა როგორც ხედავთ, ეს არ არის მასშტაბური შემცირება. არ არის. ეს არ არის ის თუ ასე თქვა წინა პლანზე იყო წამოწეული ეს საკითხი. მე რო თქვენს ადგილზე ვყოფილიყავი, უფრო მეტად შევამცირებდი. იმიტომ რომ მართლაც ამაში ერთ რაღაცაში გეთანხმებით, რომ არ შეიძლება ასე ამოჩემება, მაგრამ ეს რო აქვთ ამოჩემებული ბავშვებს, ესეც თქვენი ხელისუფლების ცუდი მუშაობის შედეგია, იმიტომ რომ პროფორიენტაცია მე ვილაპარაკე ადრე სხვა გადაცემის დროს პროფორიენტაციული მუშაობა პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით ყველა გაკვეთილზე ყოველთვის უნდა იყოს და თან პლუს მე არ ვიცი ვინ აფინანსებდა, მაგრამ ვიცი რომ საერთაშორისო დონორები აფინანსებდნენ, იყო სხვათა შორის თქვენი ხელისუფლების დროს ასეთი დაინიშნა კიდევაც სკოლებში შტატები იყო რამდენიმე საპილოტო სკოლაში, რომ ბავშვებს მაღალ კლასებში ეხმარებოდნენ პროფორიენტაციის საკითხებში გამოყოფილი იყო ერთი პიროვნება, რომელიც იყო ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოს ეს პიროვნება, სიახლეები, რა პროფესიებია დაუშვათ მსოფლიოში პოპულარული, რატომ, რამდენიმე წლის შემდეგ რა გახდება, რა ცვლილებები მიმდინარეობს მეცნიერებაში, ტექნიკაში, ტექნოლოგიებში. აი ასეთი განსწავლული პირი უნდა იყოს, რომელიც ბავშვებთან ისაუბრებს მომავლის პროფესიებზე და 12 წელი ყოველ გაკვეთილზე პროფორიენტაციული მუშაობა უნდა გასდევსდეს ასე ვთქვათ წითელ ხაზად. და ვისადანაუშაულებთ თქვენ, რაც იციან იმ ბავშვებმა და რაც ესმით და რაც რომ გადაავლებენ ფაკულტეტებს იმას, არჩევანი დიდი არ არის და ირჩევენ ამას, შედარებით უფრო იოლს. აი ეს არის. ესე იგი, ახლა მე ვსვამ მთავარ კითხვას, ამისთვის დაშალეთ უნივერსიტეტები? ამისთვის გამოშიგნეთ ძირითადი უნივერსიტეტები დედაქალაქში? მდებარე? მაგრამ მე იცით ანალიზის შედეგად, აი ახლა პროგრამებსაც ვიტყვი და კვლავ და კვლავ გავიმეორებ, აქვე გავცემ და კიდე ხშირად გავიმეორებ ამ კითხვის პასუხს. რატომღაც ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ ის უნივერსიტეტები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თვითონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მასაც წაართვეს ისეთი ფაკულტეტები და ისეთი სპეციალობები, რაც არ უნდა გამოერთვათ და ახლავე ვიტყვი ამას. ეს უნივერსიტეტი მდებარეობს თბილისის ცენტრში. ეს უნივერსიტეტია ყველა არის დიდი უნივერსიტეტები, აქვთ დიდი შენებები, მაგრამ რომელსაც
ყვეთნენ პირველად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ამაზე ყველაზე დიდი ფართები, ყველაზე დიდი მიწის ნაკვეთები და უნდათ რომ ეს უნივერსიტეტებში რიცხვი სტუდენტთა რიცხოვნობა შეამცირონ და გადაიყვანონ მილევად რეჟიმში. ასე რომ ათასობით სტუდენტი ჯერ პირველკურსელები შეკვეცეთ ამ დიდ უნივერსიტეტებში ყველაში ერთად უკვე რამდენიმე 1000 ადგილი გამოათავისუფლეთ ის ტექნიკურ უნივერსიტეტში სამი დიდი ფაკულტეტი მილევად რეჟიმში გამოიყვანეთ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ერთ-ერთი დიდი ფაკულტეტი აგრარული მეცნიერებების ფაკულტეტი გადაგაქვთ სოხუმის უნივერსიტეტს, სახელმწიფო უნივერსიტეტს აძლევთ, რის საფუძველზე გამოაქვეყნეთ ერთი დასკვნა და ზოგიერთისგან მესმის, რომ საქმეში ჩაუხედავი ადამიანების, ისეთი როგორებიც არიან მოკალათებული სამინისტროში და ერთ-ერთი რეფორმატორი, ეგრეთ წოდებული რეფორმატორი ზვიად გაბისონიას მე ერთ-ერთი ტელეეთერიდან გავიგე, რომ არც კი ცოდნია სოხუმს თუ გააჩნდა საკავშირო მნიშვნელობის ძალიან ძლიერი სუბტროპიკული უნივერსიტეტი დევნილობაში გადმოვიდა ქუთაისში და არსებობდა მერე შეუერთეს ეს სოხუმის სუბტროპიკული უნივერსიტეტი მიიერთა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ახლა იქ არის ეს ფაკულტეტები და თუ აგრარული მიმართულებები გნებავთ წაიღეთ ბატონო გამოყავით იმ წერეთლის სახელობის უნივერსიტეტიდან და წაიღეთ იქ არის 6-8 თუ 9 პროგრამა და წაიღეთ თქვენ ეს არის ლოგიკური რა შუაშია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამები მიგაქვთ თქვენ რა შუაშია ეს პედაგოგიური პროფილის უნივერსიტეტში სადაც არის იქ ტექნოლოგიები ბიოქიმია და ინჟინერიები საფუძვლად აგრარული მეცნიერებების რა უფლებით მიგაქვთ დადეთ ერთი დასკვნა და საერთოდ მე მაინტერესებს მიმართავ ახლა ბიძინა ივანიშვილს ბატონო ბიძინა თქვენი პრემიერობის დროს დააფუძნეთ თქვენ დაიწყეთ ბრძოლა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასაბრუნებლად რომელიც სიმბოლურ ერთ ლარად გადასცა მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ცხონებულ ბენდუქიძეს ვერ შეძელით ეს იმიტომ რომ ლამის თელმა ევროპამ და მსოფლიომ დაგიქნიათ თითი ვისაც არ ეზარებოდა თქვენ პრემიერ-მინისტრის რანგში რომ იყავით სასწრაფოდ დააფუძნეთ ტექნიკურ უნივერსიტეტში და სწორადაც დააფუძნეთ ეს ფაკულტეტი იმის შემდეგ მუხლ ჩაუხრელად შრომობდა მაშინდელი განათლების სამინისტრო მინისტრი მაშინდელი თქვენ პრემიერ-მინისტრი სანიკიძე მინისტრი რექტორი ფრანგიშვილი და მოიძებნა კადრები და დაიწყეს ამ პროგრამების წერა შეიკრიბა ეს პროგრამები თქვენ მიაკუთვნეთ ის შენობა თქვენ ჩასვით თანხა და წინა გადაცემაში ვამბობდი და ვეღარ ვთქვი ბოლომდე თვითონ სანიკიძე მომიყვა მინისტრი როცა იყო სამუშაო შექონდა პრემიერთანო ივანიშვილთანო და ჩავწერეთო რაღაც ხელის კანკალით 3 მილიონი ლარიო და რომ მივედითო ამ მუშა შეხვედრაზეო განათლების ბიუჯეტის განხილვა იყო ვკითხაო ეს 3 იმ წუთას მოძებნა ეს პროექტიო და აქ ეს 3 მილიონი ლარი რას ეყოფაო ბატონ ბიძინა ივანიშვილს უთქვამს და გადაუშლია და დაუწერია წითელი ფერით 10 მილიონი დოლარის ეკვივალენტი თანხა და მე ცოტა ხნის შემდეგ ისიც უთქვამს მე თვითონ მინისტრმა მომიყვა ქალბატონმა თამარ სანიკიძემ როცა იყო მინისტრი და თუ კი რაიმე დაგჭირდებათო და ეს თანხები არ გეყოფათო ქართულ ბანკს მიაკითხეთო ქართულ ფონდსო და აღმოგიჩენენ დახმარებასო. ეხლა ამას იცით რატო ვყვები? სამინისტრო ვისაც ევალება ეს?
შეუტანეთ, თქვენ ჩვენი ნაწილი არ ხართ. არ ხართ თქვენ ჩვენი ნაწილი, ვინც ხართ ეხლა ხელმძღვანელობაში. ზოგი უსაფრთხოების სისტემიდან მოვიდა, ზოგი იმის რა ქვია იუსტიციის და იმის ასე არ არის ბატონო გივი. კარგად გაეცანით მაგ ფაკულტეტის დაფუძნების, შექმნის და მიმდინარე საკითხებს. წამოიღეთ ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტიდან თუ მაინდა-მაინც გინდათ ის აგრარული შექმნათ სოხუმის უნივერსიტეტში თუ არა და როგორ კიდევთ დევნილ უნივერსიტეტს ხელს. როგორ კიდევთ? ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი. თან იმეორებთ ისინი რა ქვია მესიჯები ყველას ერთად არ გვინდა პოლიტიკა, არ გვინდა პოლიტიკა. თქვენ ღრმა პოლიტიკაში გადაჭერით ეს რეფორმის საკითხი. პოლიტიკური საკითხია, რატო დაავლეთ ხელი სოხუმი წარმოიდგენეთ რომ არის სოხუმში და არა თბილისში. სოხუმის უნივერსიტეტი არ მდებარეობს თბილისის ერთ-ერთი რაიონი არ არის სოხუმი. ამაზე უფრო ცლად შემდეგ ვისაუბრებ. ამიტომ მე მიმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. შეაჩერეთ ბატონო ბიძინა ეს ყოვლად უგუნური გადაწყვეტილება თქვენი სამინისტროს და თქვენი მთავრობის. ჩაერიეთ ამ საკითხში. ჩაიკარგება ყველაფერი. ჯერ ისიც არ არის სოხუმის უნივერსიტეტის მაგისტრატურა და დოქტორანტურის პროგრამები ყველაფერი გაუუქმეს. ეხლა რო იყო მიბრძანებული გაბისონია ის გააგებინეს სოხუმის პროფესურამ რომ არსებობდა სოხუმის სუბტროპიკული უნივერსიტეტი. მერე ისიც გააგებინეს და უთხრეს რომ ეს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ყველა წაართვეს და ჩვენიც ორენოვანი პროგრამები აი ამ აგრარული მეცნიერებების ეს ორმაგი დიპლომები ყველაფერი ჩაინგრევა ამ არაპროფესიონალი სამინისტროს გამო. რომელი ყავთ იქ განათლების სპეციალისტი, მინისტრი თუ მოადგილეები. ჯერ ერთი გთხოვთ რომ ეს იურისტები მოაცილეთ სისტემას. და ისა რა ქვია მიქანაძემ თქვა დებატებში რომ მე სამართალს ვატარებდი. არა ბატონო გივი, ადამიანურად უაღრესად დიდ პატივს გცემთ, მაგრამ სამართლის გაკვეთილების ჩატარება არ ნიშნავს იმას, თქვენ არ გაქვთ პედაგოგიური განათლება. მიდით აბა ეხლა ჩაატარეთ სამართალი, არც შეგიშვებენ სკოლაში. რატომ? იმიტომ რომ არ გაქვთ პედაგოგიური განათლება. არც უნივერსიტეტში და არც ერთწლიანი პროგრამა გაქვთ დამთავრებული. 60 კრედიტიანი პროგრამა. არა ხართ თქვენ პროფესიონალები, არა ხართ განათლების სპეციალისტები. არ იცით სისტემა. მეორე ფაქტორი მოიყვანეთ, რომ იმის პოლიციის აკადემიას ხელმძღვანელობდით. და მერე რა? ეს იყო პროფი. ერთი პროფის ხელმძღვანელობა, იქ სასწავლო პროცესს და ყველაფერს წაიყვანდა სხვა საგნით სოდნე. იუსტიციის სამინისტროდან და სხვადასხვა მინისტრის მოადგილედ პოლიტიკურ თანამდებობებზე ნამუშევარი ადამიანი ვერცერთ განათლების ობიექტს ვერ მართავს. იმიტომ რომ მას არ გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია. და ის ღირსიაშვილი კარგად მუშაობს. ჩუმად მიდის დატორორებულია პროფესორ მასწავლებლები და ისინი საშინელი ზეწოლა იგრძნობა ისა რა ქვია ხმის ამოღების ეშინიათ. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა? სპეცოპერაციას ატარებენ ბატონო ბიძინა. თქვენმა მთავრობამ არ იცის ის რომ განათლების რეფორმა საიდან უნდა იცოდნენ იურისტებმა განათლების რეფორმა ტარდება სრული დიდი დისკუსიის ჯერ ერთი განხილვა მიდის საერთო სახალხო ყველა ოჯახმა უნდა გაიგოს თუ პრეზიდენტია ქვეყანაში პირველი პირი და თუ პრემიერ-მინისტრია პირველი პირი ქუჩა-ქუჩა სოფელ-სოფელ დაბა-დაბა დადიან და აცნობენ ასეთ რადიკალურ რეფორმას და ამათმა პრემიერმა ბრძანა რომ ჯერო ჩვენო მივიღეთ გადაწყვეტილებაო და როცა მიიღეს გადაწყვეტილება და ხალხი ააჯანყეს აკადემიური სფერო და სტუდენტები მერე დაიწყეს შეხვედრა
და ეს დახელფასებული ხალხი სოციალურ ქსელებში და გინდა თქვენი პარლამენტარები. ესე იგი პარლამენტარებმა ბატონო ბიძინა ის არ იციან თქვენი კომიტეტის თავმჯდომარე მოადგილენ ვიღაც ლაშხი რა უნდა იქ საერთოდ დეპუტატიც არ შეიძლება იყოს და გონზი არ არიან რომ თავების კონტროლი თუ ევალებათ და ჩაკვეტაძე და გამოვიდნენ ტელეკამერების წინ დადგეს მერე რო ჩაცხრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საპროტესტო ბატალიები და იძახდნენ რომ აი ძალიან კარგია პრემიერმა რომ მოილაპარაკა რა მოილაპარაკა ანუ მან არ იცის რომ აი გახილვა რომ მოხდა ისიც არ იციან თქვენმა პარლამენტარებმა და განათლების შესაბამისმა კომიტეტმა რომ იქ უნდა ჩატარებულიყო მთავარი განხილვები აი იქ პარლამენტი არის საერთო სახალხო განხილვის ეპიცენტრი და ადგილი ესეც არ იციან თქვენმა დეპუტატებმა და პეტრიაშვილები და ისინი რა ქვია მე ვაფასებ მაგ სპორტსმენობას, მაგრამ იმათი სიტყვა უნდა იყოს ისა გადამწყვეტი და ექიმების კიდე და ბატონი ლადო გამოვიდა და კიდე მიუმართე და კიდე მიუმართავ. შეირწყვინეთ თავი, რაც აგროვეთ ქულები და სიყვარული, ყველაფერი გაატანეთ ქარს. იმ თქვენი გამოსვლით. ამ დროს გაქვთ გონება ბატონო ლადო, ეხა ბატონ ლადოს მიმართავ. 16 იანვარს იქ რო იყავით ზეიმზე მოსული და ამაყად რომ იდექით, გვერდიგვერდ ვიდექით იქ ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში. დასახურად იყავით იქ მოსული, რისთვის უკრავდით ტაშს? თქვენმა მინისტრმა ცაში აიყვანა და აქო და ადიდეთ, სულ სიამაყით იყავით ისა და მოტრიალდით მერე და მე-12 დღეს გაქრობა გამოაცხადეთ უნივერსიტეტის. ბატონო ბიძინა, მე მოვითხოვ თქვენგან, რომ მაგ ხალხის პასუხისგებლობა დადგეს, გაიწვიეთ ყველა სიებიდან, გადააყენეთ განათლების კომიტეტის ყველა ის თავმჯდომარე და მოადგილეები. და პასუხი აგოს განათლების სამინისტრომ. ჯერ მოადგილე მერე მინისტრმა. მაგათმა მიუტანეს ის პაკეტები, მაგათმა დაუშვეს შეცდომები. ჯერ აძახებინეს პრემიერ-მინისტრს 10% იმის ტექნიკური პროგრამები და 90% ჰუმანიტარულიაო, მერე ჩვენ რო გამოვედით და დავასახელეთ პროცენტებით 17%-ია, 17,8 18% და 82% საინჟინრო პროგრამები. მერე მიუტანეს სხვა პაკეტი. ვინ მიაწვდა ეხა პრემიერი ხო არ ითulis იმ პროგრამებს 43% და 57%. 43% 10%-დან 43%-ზე ავიდა. ტექნიკური პროგრამები და 57 ჰუმანიტარული. არც ეგ არ არის სწორი. და მერე ასეთი სიძულვილის ენით რო ლაპარაკობდნენ და ასეთი დიდი ზიანი რომ მიაყენეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და საერთოდ უნივერსიტეტებს და იყო ერთი გნიასი და ამბავი რა უნდა ჰუმანიტარულ ფაკულტეტს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთელ მსოფლიოშია ეგ მთელ მსოფლიოშია წამყვან უნივერსიტეტებში არის ყველაფერი ერთად როგორც იყო თავიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამედიცინო ფაკულტეტებიც არის, საინჟინრო ფაკულტეტებიც არის, ჰუმანიტარული, კლასიკური ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს არის პროფილური, იყო, მაგრამ ეს არ არის დანაშაული. და თქვენი ტროლები, ბოტები, ხელფასიანი ხალხი, პარტიული აქტივისტები, სახელმწიფო აპარატის თანამშრომლები დღემდე არ ცხრებიან. და წერენ რა უნდა, რა გეგონება დამნაშავე. იყოს, მიაყენეთ გამოუსწორებელი ზიანი და ზარალი უნივერსიტეტის ავტორიტეტს და რეიტინგს. ამიტომ უნდა დადგეს ბატონო ბიძინა მაგათი პასუხისგებლობის საკითხი. ვინც ესეთი შფოთი გამოიწვია და ქაოსი ქვეყანაში. და თქვენი დაფუძნებული ფაკულტეტი,
ყველა მიცის, ყველას ახსოვს და გაფაციცებით მუშაობენ. წინ უნდათ რომ წაიყვანონ და წაიყვანეს მოკლე დროში 12 წელში, რომ ყოველთვის ყველას ახსოვს რომ თქვენი დაფუძნებულია. ახლა სადაგდებთ, სად? მივმართავ კობახიძეს. სადაგდებთ, მითხარი ამ იმას, რა ქვია, ფაკულტეტს. დევნილი უნივერსიტეტი აღადგინეთ თავის რანგში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6 პროგრამა გაუუქმეს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 23 პროგრამა, ილიას უნივერსიტეტი 26 პროგრამა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 23 პროგრამა, სირცხვილი თქვენ ხელისუფლებას მიმართავ. სამცხე-ჯავახეთი 6 პროგრამა, თელავი 6 პროგრამა, ზუგდიდის უნივერსიტეტი 5 პროგრამა, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია სახელმწიფო 3 პროგრამა, სამხატვრო აკადემია 0, არც ერთი. პირიქით დაემატა 1, ფერწერა ინგლისურენოვანი. რატო იქ არაფერი არ იყო გასაუქმებელი? თუ ნაცნობობით ხდება ეს გაუქმება და ისა დამატება, გადასროლა და გადმოსროლა, მილევად რეჟიმში გადატანა და ასე შემდეგ. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი 1 გააუქმეს არქიტექტურა, თავდაცვის აკადემია 1 გააუქმეს სამართალი, 2 გადაკეთდა. სახელწოდებები შეუცვალეს. ანუ ინფორმატიკა და გადაკეთდა სხვა სახელი დაარქვეს და მენეჯმენტი, თავდაცვის მენეჯმენტი და რაღაცა. და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც მასე ვერ შეუცვალეთ? საინჟინრო საქმიანობის წარმოების და 1000 სხვადასხვა მომიჯნავე დარგებია. სპორტის უნივერსიტეტი 0 პროგრამა, არაფერი არ გაუქმებულა. ქუთაისის აკადემიური უნივერსიტეტი 0 პროგრამა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 0 პროგრამა. ეხლა პრემიერ-მინისტრი ამბობს რომ ხო, ეხლა რამ უნდა ვთქვა? ყველაზე დიდი დარტყმა და მე მინდა მივმართო იქეთ პოლიტიკურ ოპოზიციას. ხალხო, ნუ მოთქვავთ და გოდებთ და ნუ გამოყოფთ მაგილი. ხო ხედავთ, დაგეშილები ყავთ, რომ აი თქვენ უარესის ღირსი იყავით და ილიაუნი უნდა გაუქმებულიყო. ყველა უნივერსიტეტი დაზარავდა. ყველა უნივერსიტეტი გამოშიგნეს. ყველა უნივერსიტეტი გადავიდა მილევად რეჟიმში. თესეუს გარდა. და წერეთელს რატო დედა უნივერსიტეტი არაა თესეო? მე ახლა თქვენ გაგაგებინებთ. მე თქვენ წერეთლის სახელობის უნივერსიტეტია დედა უნივერსიტეტი. ხელოვნებაცოდნეობა როგორ შეიძლება ივანე ჯავახიშვილის მეცადინეობით და თხოვნით და იმით დაფუძნდა ეს ხელოვნებაცოდნეობა? გაუქმებულია სირცხვილი თქვენ. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. გააუქმეთ. რატო გააუქმეთ ეს საერთოდ? კანონში შეიტანეთ ცვლილებები. არ გინდათ ხო 300 კრედიტიანი სრულყოფილი მაღალი ხარისხის მაგისტრი მასწავლებლები რომ მომზადდეს? თქვენ რა გინდათ ეგ? ეგ არ გინდათ. თქვენ გინდათ მონები. თქვენ გინდათ მომსახურე პერსონალი. აბა ისე სკოლაში წლებს არ შეამცირებდით და უნივერსიტეტში. მულტილინგვიური განათლება. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამა. მედიცინა. ქართულენოვანი. 100 ადგილი მედიცინა ინგლისურენოვანი. სტომატოლოგია. რატომ არ შეიძლება? ეხლა მე ვეკითხები კობახიძეს.
რატომ და მიქანაძეს რატომ არ შეიძლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყოს მედიცინის ფაკულტეტი და რატომ შეიძლება ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში იყოს n რაოდენობით ფაკულტეტი და რატომ შეიძლება ბათუმის უნივერსიტეტში იყოს სამედიცინო ფაკულტეტი და რატომ არ შეიძლება თბილისის სახელმწიფო თბილისის უნივერსიტეტში იყოს ხალხნო თქვენ ყველაფერი არეული გაქვთ კრიტერიუმები სამედიცინო დარგი ეს ადამიანების ვეტერინარია და აგრარული მიმართულებები უნდა იყოს ერთ ადგილზე თბილისში ერთ უნივერსიტეტში აგრარული და ვეტერინარია რაც შეეხება სამედიცინოს აუცილებლად უნდა იყოს თბილისში აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ჩვენ ალბათ უნდა მივმართოთ ვინც ვაკრიტიკებთ ამ რეფორმას საერთაშორისო ორგანიზაციებს სპეციალურს როგორ შეიძლება ყველა ორღობეში იყოს მედიცინის ფაკულტეტები გახსნილი ვის აქვს თბილისისნაირი ბაზები მე ვლაპარაკობ საავადმყოფოები და სამეცნიერო კვლევითი ცენტრები და ლაბორატორიები არავის თქვენ რაღაცა ერთ ლაბორატორიას გახსნით ეგ გონიათ საქმე რატო არ იყო ადრე და კომუნისტების დროს იმაში რა ქვია ქუთაისში და იმაში გახსნილი ბათუმში მედიცინა და დედა უნივერსიტეტს ამბობთ კიდე არავით არის დედა უნივერსიტეტი თქვენ დედა უნივერსიტეტიც გაწირეთ და ყველაფერი გაწირეთ ან როგორ ართმევთ ხალხნო ეს არის ყველაფერი ტყუილი ქალაქის ცენტრში რომელი უნივერსიტეტიც მდებარეობს და ბევრი ტერიტორია და კორპუსები აქვს იმ უნივერსიტეტებს დაარტყეს არავით არის თქვენ რასედავებით ლიბერასტულიო და ესო თქვენი მომხრეები რო წერენ რა ლიბერასტული ხალხნო ენა გააჩერეთ ყველამ რა ლიბერასტული სკოლების მასწავლებლების პროგრამები თუ ეგ გაწუხებთ საქართველოს მთავრობავ და ხელისუფლებავ მაშინ პედაგოგიური პროფილი სკოლის მოსამზადებელი პროგრამები უნდა დაგეტოვებინათ მაგას არ ჯობდა სამეცნიერო პროგრამები დაგეტოვებინათ მაგრამ თქვენ ეს არ გაწუხებთ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყოველთვის ჰქონდა განათლების კომპონენტი როგორ შეიძლება დედა უნივერსიტეტს განათლების კომპონენტი არ ქონდეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წაართვეს 23 პროგრამა და არა 23 კი არა აქ არ წერია ის პროგრამები რომელიც ამის შემდეგ უნდა წაიღონ ანუ ყველაზე მეტი 7-9 პროგრამა დაუმატეთ 30 პროგრამაზე მეტი წაართვეს აგრარული ხომ უნდა გადავიდეს მიქანაძე შენ მაგ ბრძანებების წერას ჯობია რომ მონახო რაღაცა უფრო სხვა გზა მე ერთი რჩევა მინდა მივცე ილიაუნს და საერთოდ თელ ხალხს როგორც ხედავთ მთელი უნივერსიტეტები გამოშიგნულია დიდი უნივერსიტეტები ყველა თავისებურად დაზარალდა ამიტომ ტექნიკური უნივერსიტეტი და ილიას უნივერსიტეტი და სოხუმის უნივერსიტეტი არის ყველაზე ძალიან დაზარალებული მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც ამიტომ ნუ მოთქვათ მხოლოდ ერთი მიმართულებით მოიხსენიეთ სამივე უნივერსიტეტი პირველ რიგში გავაგებინოთ ხალხს რომ სხვა უნივერსიტეტები კიდევ უფრო დაზარალებულია სოხუმის უნივერსიტეტს წაართვეს 23 პროგრამა ნუ როგორც გითხარით ამ რატო უნდა ყოფილიყო სამცხე ჯავახეთში ეს საჯარო მართლობა სამართალი ეკონომიკა ბიზნესი ის არის კარგი იყო ხო ეხლა რო ართმევთ და ხომ თავარი თქვენი არგუმენტი იყო რომ ჩვენ რეგიონული უნივერსიტეტები უნდა დავტვირთოთ ეხლა ეს პოპულარული სპეციალობები პროგრამები რო აქეთ გადმოყარეთ თბილისში და ქუთაისში ის რეგიონებიდან
6 რეგიონალური უმაღლესი სასწავლებლებიდან ხომ უნდა წავიდნენ, ან თბილისში უნდა ჩამოვიდნენ, ან ქუთაისში უნდა ჩავიდნენ. მერე იქ ბინისკირა არ უნდათ იმ ბავშვებს? თუ საერთო საცხოვრებლები ააშენეთ უკვე. საჭმელი, სასმელი თბილისში საქმდებიან ეს ბავშვები. დღე და ხამ მუშაობენ. ზოგი 2 და 3 სამსახურში მუშაობს, რომ ბინისკირა გადაიხადოს, ჩაიცვას და საჭმელი ჭამოს. და თქვენ რას უკეთებთ? იქ ქუთაისში ადგილები გაქვთ? აი, ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული თქვენი ყველა ქმედება. ამიტომ შეწყვიტეთ ეს რეფორმა. შეწყვიტეთ. შემდეგ თელავი, აქაც რაც არის, რასაც დაძდებენ ბავშვები და ირჩევენ ბიზნეს ადმინისტრირება 180 კრედიტით 30 ადგილი 20 ადგილი გააუქმეთ. ნუ ის დაწყებითების 45 გააუქმეთ, ეკონომიკა 30 ადგილი გააუქმეთ, საერთოდ სამართალი გააუქმეთ, საჯარო მმართველობა გააუქმეთ. ეხლა ეს ბავშვები, რომლებიც იქ სწავლობდნენ, თბილისში უნდა წამოვიდნენ და უნდა ჩააბარონ. ან ქუთაისში უნდა, არა, თელაველები ქუთაისში არ სწავლენ. ზუგდიდის ბიზნეს ადმინისტრირება გააუქმეთ 30 ადგილი, ზოგადი და ეს განათლების ის გააუქმეთ. რა გინდოდათ? ივსებოდა ყველაფერი. სამართალი 37 ადგილი გააუქმეთ, საჯარო მმართველობა 35 გააუქმეთ, ფარმაცია გააუქმეთ. ფარმაცია არც უნდა ყოფილიყო. ესენიც არ ვიცი საწავლენ. ზუგდიდელები ბევრი თბილისში წამოვა და რა ვიცი, ქუთაისში დარჩებიან თუ არა. ეგ თქვენ თვითონ გაარჩიეთ. ბიზნეს ადმინისტრირება. ანუ ვინც არ მოდიოდა, ისინიც დაიძურებიან. ხალხის გასაგონად ვამბობ. უმეტესობა ჩამოვა თბილისში. ვინც იქ სწავლობდა. ეს ფაკულტეტები იყო, მე ხო ადრე, რამდენიმე კვირით ადრე, მე განვიხილე ეს. ესენი იყო დატვირთული. ბიზნეს ადმინისტრირება 200 ადგილი. ეს არის სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია. ბიზნეს ადმინისტრირება 200 ადგილი ყოფილა. ბიზნეს ადმინისტრირება ქალაქ ფოთში 180 კრედიტი 20 ადგილი. ეკონომიკა ქალაქი ფოთი 20 ადგილი. გააუქმეს ესენი. ესე იგი დარჩა 5 პროგრამა 625 ადგილით, შემცირდა 338 ადგილი. იქ თელავში იყო 425 ადგილი, 420 ადგილი დარჩა. ნუ იქ სხვა რაღაცები მოუმატეს, რაზეც არ ჩააბარებენ. ცხე ჯავახეთი 320 ადგილი, გააუქმეს 6 პროგრამა, დატოვეს 8 პროგრამა 220 ადგილი. შემცირდა 100 ადგილით. და ეს აგრარულებს არიგებენ აქეთ-იქეთ. ყველაზე ძვირად ღირებული პროგრამები. ამდენი ლაბორატორიები არც ერთ სპეციალობას არ უნდა. სამხატვრო აკადემია. როგორც გითხარით, ფერწერა ინგლისურენოვანი დაემატა 5 ადგილი. არც ერთი პროგრამა არა. ადგილები იყო 19 პროგრამა, გახდა 20 პროგრამა, 329 ადგილი იყო და ახლა არის 335 ადგილი. 4 ადგილით შემცირდა. ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი, არქიტექტურა 10 ადგილი და აქ არის კულტურის მენეჯმენტი, მოდის დიზაინი, სამსახიობო ხელოვნება, დრამის, კინოს, სამსახიობო, თოჯინების თეატრის, აუდიოვიზუალური ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, ტელერადიო, ჟურნალისტიკა, კულტურული ტურიზმი, სამუსიკო ხელოვნება, ფორტეპიანო, სიმებიანი, ჩასაბერი, საკრავები, ვოკალი, საგუნდო, დირიჟორობა. ხალხნო, კონსერვატორია და სამხატვრო აკადემია გაქვთ იმ ბათუმში გახსნილი? რა საჭიროა ეს? და კიდე ხარისხზე ლაპარაკობთ? შემცირება, თუ გინდათ უნივერსიტეტების, აი ასეთი უნივერსიტეტები შეამცირეთ. არ არის საჭირო ეს? ხარისხი თუ გინდათ, უნდა ისწავლოს კონსერვატორიაში.
უნდა ისწავლოს სამხატვრო აკადემიაში, უნდა ისწავლოს თეატრალურ უნივერსიტეტში. მაგრამ თქვენ ხარისხი არ გინდათ. შემცირდა ადგილები და პროგრამა. 8 პროგრამა იყო 9 პროგრამა 91 ადგილი არის 8 პროგრამა 85 ადგილი. საერთოდ გასაუქმებელია ეს. აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია. როგორც გითხარით, ინფორმატიკა 20 ადგილი. რატომ არის ეს ინფორმატიკები და ისინი? ჩვენ თუ გვინდა მომავალ ოფიცრებს კარგად ვასწავლოთ ტექნიკურ უნივერსიტეტში. ერთწლიანი კურსი. ან რამდენსაც ასწავლით? რა ინფორმატიკა თავდაცვის აკადემიაში როგორ უნდა ასწავლო ინფორმატიკა? რომ დადგეს მაგარი სპეციალისტი. დაემატა ადგილები, აქ არ შემცირებულა არაფერი. სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირება და სპორტის მენეჯმენტი. აქ არაფერი არ შეუძლიათ, უბრალოდ პროგრამები შენიღბეს და რაღაცა სახელწოდებები შეუცვალეს. ქუთაისი, აი, დედა უნივერსიტეტიც ეს არის და მამა უნივერსიტეტიც. აბსოლუტურად. ახლა ნახეთ. ესე იგი, ისტორიულად, რაც იყო უნივერსიტეტები, იმ ნიშნულს უნდა დაუბრუნდნენო. ხო ამბობდა, მთავარი არგუმენტი ეს იყო ხელისუფლების. თქვენსავე ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმს თქვენ არღვევთ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი იყო პედაგოგიური პროფილის. რა დაარსების დღიდან 10 წლები. და თუ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კატეგორიული მოთხოვნა იყო, თუ არა და საერთოდ აქრობდით უნივერსიტეტს, დანაშაულად დაუდევით ეს წინ. მაშინ წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს რატო არ უბრუნებთ თავის ისტორიულ ნიშნულს? ან ბათუმის უნივერსიტეტს პედაგოგიური იყო. რატომ არ ავცელებთ ამ თქვენ მთავარ ამოსავალ დებულებებს ყველაზე? ქუთაისში არ გინდათ ხო შენობები? გპ-ის ტერიტორია გინდათ? ჭავჭავაძეზე გინდათ კიდე ტერიტორიები? თქვენი რეფორმით 48 პროგრამა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში. პედაგოგიური პროფილისაა 12. კლასიკური დედა უნივერსიტეტის პროგრამებია 16. სამედიცინო 6 ფაკულტეტია. და დედა უნივერსიტეტს 4 ქონდა და წაართვით. ერთი ოკუპაციური თერაპია დატოვეთ 20 ადგილიანი. სირცხვილი თქვენ. საინჟინრო 7. რატომ არ არის საინჟინრო ფაკულტეტები? რატომ არის სხვა უნივერსიტეტებში? ხო ამბობდით რომ საინჟინრო ტექნიკურ უნივერსიტეტში უნდა იყოსო? რატომ არ არის? ყველა საინჟინრო ფაკულტეტი არის სტრატეგიული. როგორ შეიძლება ისამ შენობლობა პოპულარულია და ყველა არქიტექტურა სამშენებლო. ესეთი ლაბორატორიებია, როგორიც ტექნიკურ უნივერსიტეტში? ან ასეთი სპეციალისტები არიან? როგორც არა. და რატო ეწევით უხარისხო სწავლებას მაშინ? რატომ არის ეს საინჟინრო ფაკულტეტები გახსნილი არა მარტო ქუთაისში, სხვაგანაც? თქვენ თბილისშიც ვერ უზრუნოყავით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის ერთი პროგრამა ენაც არ მეტრიალდება, მაგრამ თქვენ ხო ამბობდით ყველა საინჟინრო ფაკულტეტი რატო ვერ გადაიტანეთ? იმიტომ რომ საერთაშორისო პროგრამები იყო, ხო? მაგრამ საერთაშორისო პროგრამების გარდაც არის დატოვებული. რატომ არის? წამოიღეთ ყველა ტექნიკურ უნივერსიტეტში. რატო ვერ მოგაქვთ? და თუ ვერ მოგაქვთ, მაშინ თავი დაანებეთ, ნუ ამბობთ მაშინ.
ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტიო. ვერ გაატარეთ თქვენ ეს დაარღვიეთ. და ეს არის სარჩელის თემა. ხუხულასავით ჩამოიქცევა თქვენი რეფორმა. ეგრეთ წოდებული რეფორმა. ეს არის ანტირეფორმა. აგრარული მეცნიერებები, აი ხუთი პროგრამა გაქვთ. აი ის სოხუმის სუბტროპიკული უნივერსიტეტი რომ მიერთა და დაშალეთ. თქვენ არა, თქვენ დროს არ მოხდარა ეგ, მაგრამ რა განსხვავება? გადმოიტანეთ ახლა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს 5 პროგრამა. ასე რომ გინდათ ხელოვნება კონსერვატორია აქვს ლამის გახსნილი იქ როგორც ბათუმზე წავიკითხე. 1 და სამხატვრო აკადემიაც აქვს გახსნილი წერეთლის უნივერსიტეტში 1. და ისა რა ქვია ივანე ჯავახიშვილის და უზნაძის დაფუძნებული განათლების ფაკულტეტი და ივანე ჯავახიშვილის და ჩუბინიშვილის დაფუძნებული ხელოვნების ფაკულტეტი თესეოს წაართვით. და სიტყვიერად ამბობთ აი რომელია დედა უნივერსიტეტი. იმ ქუთაისში თავს რატო უყრით? რომ მერე გადაასრიალოთ, გამოხვიდეთ ერთ დღეს და გააქროთ ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტი. ან ხო, მიუერთოთ მერე იმას. და იქ იმას რა ქვია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიუერთოთ. ასე ძალადობით რატო გინდა თქვენ ქუთაისი გახდეს საუნივერსიტეტო ქალაქი? ქუთაისი იყო სამრეწველო ქალაქი. და ისტორიულად ჩვენმა წინაპრებმა თბილისი იყო სამრეწველო და საუნივერსიტეტო ქალაქი. ამიტომ მე იმას რომ მოყავს პრემიერს რომ აი იმაში რა ქვია გერმანიაში ასე სხვა ქვეყნებში ისე ზოგიერთი მეგობრებიც მეუბნება კაი ნუნერვიულობ ევროპულ და ზოგიერთ ქვეყნებში ახალი კამპუსები ააშენეს ესე ხალხნო ისტორია უნდა ისტორიზმის პრინციპი უნდა გავითვალისწინოთ. იქ საუკუნოვან უნივერსიტეტებს არ დაატარებენ ქვეყანაში აქეთ-იქეთ. რამ დაწეულა ეს ქართველი ერი? წინა პრეზიდენტი ძეგლებს დაარბენინებდა? ან რასაც ვერ არბენინებდა, აფეთქებდა თქვენ უნივერსიტეტებს იმაშვებით, რა ქვია, დაარბენინებთ აქეთ-იქეთ. გინდათ ყოველ შემთხვევაში მცდელობა. და მერე იმასავით ის რომ ძეგლებს აფეთქებდა, თქვენ მერე უნივერსიტეტის შენობებს როგორ დაანგრევთ? ზოგს აფეთქებით. ბერლინში 11 სახელმწიფო უნივერსიტეტია და 25 კერძო. დრეზდენში 3 უნივერსიტეტია. ხო ამბობდით რომ 1 ან 2 უნივერსიტეტიაო. ფრანკფურტში 4, ჰამბურგში 5, კელნში 5, ბონში 7, მიუნხენში 4, ჰანოვერში 4. არა მიუნხენში 5. ასე რომ ეხლა უყურეთ სამართალზე ეს ყმადაღებული სამართალი 2025 წელს იყო 3517 ადგილი საჯაროში. კერძოში სულ იყო ერთად საჯარო და კერძოში 3436 იქნება 2026 წელს. 1365 სტუდენტი იყო კერძოში და 1936 სტუდენტი 1365 იყო საჯაროში და 1936 კერძოში. 2152 სტუდენტი 2025 წელს იყო საჯარო უნივერსიტეტებში, 1500 ადგილი იქნება ახლა. 571 ადგილი კერძოში დარჩა გასულ წელს ვაკანსია, ანუ იგივე რაოდენობა რაც 2025-26 წელს. ამის გამო გამოშიგნეთ უნივერსიტეტები? თითქმის თანაბარია. მე მეგონა მართლად იმასკნავდით, რა ქვია, შეამცირებდით ეს რაშიც გეთახმებით არის ის რომ სამართალში უნდა შეამციროთ მთელ ქვეყანაში, შემდეგ და ბიზნეს ადმინისტრირება. ერთ ნახევარწამში დავამთავრებ. ნახეთ, ბიზნეს ადმინისტრირება ქუთაისში 400 ადგილი დაუშვეს, ბათუმში 500 ადგილი. სამართალი 150 ადგილი ქუთაისში, ბათუმში 120. ეკონომიკა 50, ქუთაისში ფინანსები ბათუმში 220, საერთაშორისო ურთიერთობები 25, იქაც ბათუმში 25, საჯარო ევროპის მცოდნეობა კიდე 20, საჯარო მმართველობა 60 და ბათუმში 50. მასობრივი კომუნიკაცია 20 ქუთაისში და გპ-დან წაიღეთ. გააქრეთ ფსიქოლოგია
ბათუმში 60 და უნივერსიტეტს იმდენი ჩამოაჭერით სახელმწიფო ფილოსოფია, ფსიქოლოგია საერთოდ გაანადგურეთ. აი ეს არის თქვენი დედა უნივერსიტეტის სახელი და ის დედა უნივერსიტეტი და მამა უნივერსიტეტი, დედა უნივერსიტეტი არის ქუთაისი, მამა უნივერსიტეტი ბათუმი. თბილისი დაბომბეთ, გამოშიგნეთ, დაანგრიეთ. მეცნიერება ცალკე, განათლება ცალკე, შენობების და ხალხის უფლებები, სტუდენტების უფლებები, სტუდენტებს აქვს სხვათაშორის უფლება, რომ სამინისტრო მიბრძანდეს ხელისუფლება და დაელაპარაკოს, სად გადაყარეთ, მაპატიეთ ახალგაზრდებო, სად მიაწებეთ. ტექნიკური უნივერსიტეტის დიპლომი და სოხუმის უნივერსიტეტის დიპლომი არ არის ერთი და იგივე. არჩევანში მე ვარ თავისუფალი. მე ავირჩიე ის და უნდა მქონდეს იმის დიპლომი. და არა თქვენ, სწორად გითხრათ იმ გორდეზიანმა. ცხრები გგონივართ ხალხი. შეურაცხყოფას გვაყენებთ, არ გვეკითხებით არაფერს და სადაც გინდათო გითხრათ გორდეზიანმა, იქეთ გადარეკავთ, გადმორეკავთ, დაკლავთ, ხაშლამას გააკეთებთ, ჩაქაფულს თუ მწვადებს, არ ეკითხებით. მე ვიყავი მანენა ნიკოლაიშვილი და ჩვენ გავაგრძელებთ, გვიყურეთ და გვისმინეთ. ეხლა 5-10 წუთის შემდეგ გავაგრძელებთ და ვისაუბრებთ სტუმრებთან ერთად.